თევზის სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა. ობიექტებზე ჩატარდა ინსპექტირება, რომელიც მოიცავს საწარმოო პროცესის და სურსათის უვნებლობის ისეთი მოთხოვნების შესაბამისობის შემოწმებას, როგორიცაა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, ტემპერატურული რეჟიმი, სურსათის ეტიკეტირება და მომხმარებლის ინფორმირება. არც ერთ ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობები არ გამოვლენილა. სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს არ შეიძინოს თევზი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული მისი შენახვის და რეალიზაციის პირობები. მიმდინარე წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით თევზის სარეალიზაციო ობიექტებში 81 სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა. შემოწმების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა. შემოწმების დროს ყურადღება ექცევა სურსათის ტემპერატურულ რეჟიმს, რამდენად არის დაცული, ასევე ვარგისიანობის ვადებს და მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი არის თუ არა დაცული. დაცულია ჩვენთან პირობები, როგორც სახელმწიფო კონტროლის პირობების შესაბამისად, ასევე გვაქვს ჩვენი შიდა კონტროლის მექანიზმი, რაც ითვალისწინებს, რომ დაცულია ტემპერატურული რეჟიმი, პირობები, ვადები და ასევე სანიტარულ-ჰიგიენური პირობები.